დაბადება. თავი 24. მოხუცდა აბრაჰამი. ხანში შევიდა და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით. და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, საღვთო-ხუცესს, ყოველივეს გამგებელს, რაც გააჩნდა. ამომიდე ხელი საზარდულ ქვეშ. და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრით ცოლს ჩემს ძეს, ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ. არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს. უთხრა მსახურმა, ეგებარინებოს ქალმა ჩემთან ერთად, ამ ქვეყანაში წამოსვლა, მაშინ დავაბრუნო შენი ძე იმ ქვეყანაში, საიდანაც გამოხვედი. უთხრა აბრაჰამმა, გაფრთხილებ, ნუ დააბრუნებ იქ ჩემს ძეს. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც მამა ჩემის სახლიდან და ჩემი ქვეყნიდან გამომიყვანა, რომელიც მელაპარაკებოდა და მეფიცებოდა, რომ ჩემ შთამომავლობას მისცემდა ამ ქვეყანას, ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოს და წამოიყვან იქიდან ქალს, ჩემი ძისთვის. ხოლო თუ არინება ქალმა წამოსვლა, მაშინ თავისუფალი იქნები ჩემი ფიცისგან, ოღონდ არ დააბრუნო იქ ჩემი ძე. და ამოუდო მსახურმა ხელი აბრაჰამს, თავის ბატონს საზარდულ ქვეშ და შეჰფიცა მისი თხოვნისამებრ. გამოიყვანა მსახურმა 10 აქლემი, თავისი ბატონის ჯოგიდან, ხელში აიღო ყოველგვარი განძი, თავისი ბატონის ქონებიდან, ადგა და წავიდა შუამდინარეთში, ნახორის ქალაქისკენ. და ჩაამუხლა აქლემები ქალაქგარეთ, წყლის ჭასთან, საღამო ხანს, წყლის მზიდავი ქალების გამოსვლის ჯამს. თქვა, უფალო, ჩემი ბატონის აბრაჰამის ღმერთო, შემეწიე დღეს და უყავი წყალობა ჩემს ბატონს, აბრაჰამს. აჰა, ვდგავარ ჭასთან და სადაცაა ქალაქის მკვიდრთა ასულნე გამოვლენ წყლის ამოსახაბად. ვეტყვი ქალწულს, მომიდრიკე შენი სურა, რომ წყალი დავლიო მეთქი, და თუ მიპასუხა შენც დალიე და აქლემებსაც დაგერწყულებო, სწორედ ის იქნება დადგენილი შენი მორჩილი ისაკისთვის. ამით შევიტყობ, რომ სიკეთე უყავი ჩემს ბატონს. ჯერ ლაპარაკიც არ დაემთავრებინა, რომ ხარზე სურა შედგმული რებეკა გამოჩნდა, ბეთუელის, მილქასი და აბრაჰამის ძმის, ნახორის ძის ქალიშვილი. ძალიან ლამაზი ქალწული იყო რებეკა, რომელსაც ჯერ მამაკაცი არ შეეცნო. ჩავიდა ჭასთან, სურა აავსო და ამოვიდა. წინ მიეგება მსახური და სთხოვა, ცოტა წყალი დამალევინე შენი სურიდან. მან უპასუხა, დალიე ბატონო, სურა მხრიდან ჩამოიღო და დაალევინა. წყურვილი რომ დაუცხრო, უთხრა, შენი აქლემებისთვისაც ამოვხაპავ წყალს, ვიდრე არ დარწყურდებიან. სწრაფად ჩაცალა თავისი სურა გეჯაში და ისევ ჭისკენ გაეშურა, წყლის ამოსახაბად და ამოხაპა ყველა მისი აქლემისათვის. ჩუმად აკვირდებოდა ქალს კაცი და ცდილობდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა გზა უფალმა. აქლემები რომ დარწყურდნენ, აიღო აბრაჰამის მსახურმა 9 შეკელის წონა ოქროს რგოლი და 10 შეკელის წონა 2 სამაჯური. და ჰკითხა, ვისი ასული ხარ? მითხარი, მამა შენის სახლში ღამის გასათევი ადგილი თუ იქნება ჩვენთვის. უპასუხა, ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისა. კვლავ უთხრა, ბზეცა გვაქვს და თივაც და ღამის გასათევი ადგილიც ბევრია ჩვენთან. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანისცა უფალს. თქვა, კურთხეულია ჩემი ბატონის, აბრაჰამის უფალი ღმერთი, რომელმაც არ მიატოვა ჩემი ბატონი თავისი წყალობითა და ჭეშმარიტებით. სწორი გზით მომიყვანა უფალმა, ჩემი ბატონის ძმათა სახლში. გაიქცა ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ამბავი დედამისის სახლეულს. ძმა ჰყავდა რებეკას, სახელად ლაბანი, და გამოეშურა ლაბანი ჭისკენ იმ კაცთან. როცა თავის და საყურეები და ხელზე სამაჯურები დაუნახა და თავისი დის ნათქვამი გაიგონა, მივიდა იმ კაცთან, რომელიც ჭის გვერდით იდგა თავის აქლემებთან. უთხრა, წამობრძანდი უფლის კურთხეულო, გარეთ რისთვის დგახარ, ბინა და აქლემების სადგომი გაგიმზადე. შევიდა კაცი სახლში, მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის ცანხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად. და როცა საჭმელი დაულაგა წინ, მან თქვა, არ შევჭამ, ვიდრე ჩემს სათქმელს არ ვიტყვი და უთხრა ლაბანმა, თქვი. თქვა,
მე აბრაჰამის მსახური ვარ. ფრია დაკურთხა და განადიდა ჩემი ბატონი უფალმა და მისცა მას ფარები და ნახირები, ოქრო ვერცხლი, სახურნი და მხევალნი, მრავალი აქლემი და სახედარი. დაშვა სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, ძე ჩემი ბატონისათვის სიბერის ჟამს და მისცა მას აბრაჰამმა ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. დამაფიცა ჩემმა ბატონმა და მითხრა: არ შერთო ცოლი ჩემს ძეს ქანაანელთა ასულთაგან, რომელთა ქვეყანაშიც მე ვცხოვრობო. არამედ წადი მამა ჩემის სახლეულში და ჩემი ნათესავებიდან მოჰგვარეო ცოლი ჩემს ძეს. და ვუთხარი ჩემს ბატონს, რომ არ წამომყვეს თქო ქალი. მითხრა: უფალი, რომლის წინაშეც მე დავდივარ, წარმოავლენს ანგელოზს, რომელიც გზას წარგი მართავს და ჩემს ძეს, ჩემი სანათესაოდან, მამა ჩემის სახლეულიდან მოუყვან ცოლს. ჩემი ფიცისგან მაშინ იქნები თავისუფალი, როცა ჩემს სანათესაოში მიხვალ და ქალს არ გამოგაყოლებენ. და მოვედი დღეს ჭასთან და ვთქვი: უფალო, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთო, თუ შენ წარმართავ ჩემს გზას, რომელსაც ვადგავარ. აჰა, ვდგავარ წყაროსთან და ყმაწვილ ქალს, რომელიც წყლის ამოსაღებად მოვა, ვეტყვი, ცოტა წყალი დამალევინე მეთქი შენი სურიდან. და რომელიც მეტყვის, შენც დაგალევინებ და შენ საქმეებსაც დავარწყულებო, სწორედ ის იქნება ქალი, რომელიც უფალმა ჩემს ბატონიშვილს გაუმზადა. ჯერ არ დამესრულებინა სიტყვა, რომ მხარზე სურა შემოდგმული რებეკა დავინახე. ჩავიდა ჭასთან და წყალი ამოიღო. ვუთხარი, დამალევინე მეთქი. მაშინვე ჩამოიღო სურა მხრიდან და მითხრა: დალიე და აქლემებსაც დაგერწყულებო. მეც დავლიე და აქლემებსაც დაალევინა. ვკითხე, ვისი ასული ხარ მეთქი? მითხრა: ბეთუელის შვილი ვარ, მილქასი და ნახორის ძისაო. მაშინ გავუკეთე მას ნესტოზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები. მუხლი მოვიყარე და თაყვანი ვეცი უფალს. ვაკურთხე უფალი, ჩემი ბატონის, აბრაჰამის ღმერთი, რომელიც ჭეშმარიტი გზით წარმომიწყვა, რათა ჩემი ბატონის ძმის ასული მივგვარო ცოლად მის ძეს. ახლა თუ გსურთ სიკეთე და ჭეშმარიტება ჩემი ბატონისთვის, მითხარით. თუ არა, ესეც მითხარით და წავალ ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. და მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა. უფლისგან გამოვიდა ეს საქმე და ვერც კარგს ვიტყვით და ვერც ცუდს. აჰა, შენს წინაშეა რებეკა. წაიყვანე და წადი და გახდე შენი ბატონის ძის ცოლი, როგორც უფალს სურს. როცა მოისმინა აბრაჰამის მსახურმა მათი სიტყვები, თაყვანისცა უფალს მიწამდე. ამოიღო აბრაჰამის მსახურმა ოქროსა და ვერცხლის ნივთები და სამოსელი და რებეკას მისცა, მის ძმასა და დედასაც მიართვა ძვირფასი საჩუქრები. ჭამეს და სვეს მან და მისმა თანხმლებმა კაცებმა, ღამე გაათიეს, დილით რომ ადგნენ უთხრა, გამიშვით ჩემს ბატონთან. მაგრამ ქალის ძმამ და დედამ უთხრეს, დარჩეს ყმაწვილ ქალი ჩვენთან 10 დღით მაინც, მერე კი წაიყვანე. მან უთხრა, ნუ დამაყოვნებთ, რადგან უფალმა წარმართა ჩემი გზა, გამიშვით და წავალ ჩემს ბატონთან. უთხრეს, დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ რა სიტყვის. დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს, წახვალ ამ კაცთან ერთად. თქვა, წავალ. გაისტუმრეს რებეკა, მათი და, მისი ძიძა, აბრაჰამის მსახური და მისი კაცები. აკურთხეს რებეკა და უთხრეს, ჩვენო დაო, მრავალ ათასეულად იმრავლე და დაიმკვიდროს შენმა შთამომავლობამ თავისი მტრების ბჯენი. შესხდნენ აქლემებზე რებეკა და მისი მხევლები და წავიდნენ. წაიყვანა მსახურმა რებეკა და წავიდა. დატოვა ისაკმა ბერ-ლახაიროი და ნეგებში ცხოვრობდა. გავიდა ერთხელ ისაკი საღამო ხანს ველზე სასეირნოდ, გაიხედა და მომავალი აქლემები დაინახა. გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და აქლემიდან ჩამოეშვა. ჰკითხა მსახურს, ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის ველზე. უპასუხა მსახურმა, ჩემი ბატონია და ჩამოიფარა რიდე ქალმა. ყველაფერი უამბო მსახურმა ისაკს. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და გახდა იგი იქ მისი ცოლი და შეიყვარა ის და ნუ გეშიეცა ისაკს თავისი დედის გარდაცვალების შემდეგ.